სალამ, როგორ ხართ? მოკლედ გადავწყვიტეთ სწორკვებაზე დავჯდეთ და მოვედით სად თუ არა ვაინბირში. ახლა მივყავთ რუსთავში, ჩემპიონატის ფინალია, ფინალამდე ცოტა შევხვდებით. კარალეთი ეჯიბრება სამტრედიას. ეს საღამოს. წყალტიბოს სამგვრელი ნახევარფინალში გამოვარდა მაინც. ბიჭო, რა მოხდა რა ასიო. წყალტიბოს სამგვრელს ისეთი სეზონი ჰქონდა, წელს ისეთი სეზონი ჰქონდა, რანაირად გამო მე არ ვიცი. არ ვიცი. ისე რა მდგომარეობა გვაქვს შიდა ჩემპიონატში. რა, დიდი ვერაფერი, ტორბეტო ევროტურნირზე 6-0 2 მატჩში გამოვარდა. ნახე სხვათა შორის რაღაც არეულობები. დინამო გაჭირებით გავიდა. ანუ არო იბერიამას გაჭირებით მოიგო, აქით ნიჩია დაამთავრა და მე მგონი 5-4 დამთავრდა 2 მატჩის ჯამში, თუ რაღაცა ეგრე რა. მოკლედ ის გავიდა რა. სკანდალური მატჩი იყო ტორპედოს თამაში. ხო. დაახურეს კერესელიძეს ტორპედოს ფანებმა მოკლედ ყველაფერი და რა ვიცი, მედია გამოსწორდება სიტუაცია რა ვიცი. მართლა ფეხბურთზე კი ვლაპარაკობთ, თქვა, ვარემ საფეხბურთო გარემოა. კაი ტერასა. 2 ტელევიზორი ჩვენ 3. 3? ხო. 3 ყოფილა. 3 ტელევიზორი, კონდიციონერი, თავის ყველაფერი. თუ დაგვირდები ჩვენ წინასწარ გვაქვს ჩართული არგენტინა-ესპანეთის ფინალი. ეხლა დაახლოებით 4 საათი ფინალი. ანგარის კეტყი რა მოიცა. ესპანეთი იგებს ვიჯი? და დავიჯო. 1-0 ესპანეთი. არგენტინა. არგენტინა იგებს 2-1. ისე? რანგან შემთხვევით თამაში ნახოთ და თუ დაიმხევა რა. აგონი ეს რა იქნება დღეს. ბიჭო, ნახე რა სიტუაცია, მეორედ არის მესი სოფლიო ჩემპიონატის ფინალში და შენ ახლა რამეს დათმობს, ანუ რაც შეუძლია ადამიანს გააკეთებს მაქსიმუმ ჩემპიონატს. ახლა მარტო მესიზეც არა დამოკიდებული იქ ყველაფერი, ესპანეთის ძლიერი გუნდია, კი, ძლიერი გუნდი, არ შეიძლება არ ავუშვებ, მაგრამ ნახოთ მოიგებს თუ არა გამოცდილება ახალგაზრდების წინააღმდეგ. ბიჭო, მე უფრო რისი იმედი მაქვს, იცი? მისმა თუ გადაერია, ხო? ბევრი თამაშია ისეთი, რომელიც მარტო მესის აქვს მოგებული. ბიჭო, მისმა თუ გადაერია. ბატონმა მისმა. რა? ჩვენ მართლა შეკვეთით, ჩვენ პირადად აფირაში გვკვეთია. მივანდეთ სრულიად სტავს კერძები. ფასებს რაც უყურებთ. სრულიად მისაღებ ფასები. ხო, ჯერ ასაც უყურებ მენიუა ძალიან კრეატიულად შედგენილი. მაგალითად, რავი რა შეიძლება აგერა ცხელი ამბები აწერია. მეგრული ხასიათი ცომის გარეშე. ანუ იგულისხმება მეგრული კუპატი. ამისად გადავიდეთ. ყველის ამბასადორი. მე ეს მომეწონა მაგრამ იმერული ხაჭაპური, აი აქით არც დანა არც ჩანგარში არის ეგეთ თემაში. აი ეს. ცომში ჩაკეტილი ბედნიერება. აბა რა არის? პინკალი ქალაქური მოკლედ რა. მაყალის მეფე, გორის წვადი და ამ მხიარულ ნოტაზე სოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს გამოიწერეთ ჩვენი არხი. ო, ჩვენ ის არ დავიწყეს. მართლა ის ხო სწორად თქვით. ერთ ვიდეოში თქვით, არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი 2 ვიდეოს წინ ვინც გამოიცნობს ნაკრებებს, რომელიც გავა ფინალში, იმასაც გადავცემთ საჩუქარს და ვინც გამოიცნობს ზუსტ ანგარიშს, იმასაც გადავცემთ რომ ერთ ჩვენგან რა. კი ბატონო. ხო და სხვა შორის იმ ვიდეოზე ბევრი აქტიურობა არ იყო და რა ვიცი, ძალიან დიდი შანსია იმ ერთმოულმა ადამიანმა, ვინც დაკომენტარა მოიგოს. ესაა კიდე ბეიბია საიდუმლო კოდი. აბა თუ გამოიცნოთ მართლა რა არის. დაწერეთ კომენტარებში. თუ გამოიცნობთ, მოკლედ კომენტარებში დაგიწერთ რა არის. ფასებია მართლა მისაღები, რავი, ახლა ძალიან შაქარი დატყუა არ გამოგვივიდეს გემოებზე რა იქნება ვიტყვით. ფასების შესაბამისად გემოების თუ კარგია, რავი, მე ხელები ამიწევი. მოკლედ ლუდის ვთქვათ, ვარე, მაგრამ ლუდის ფასები იწყება, რა 5 ლარების ერთი ბაკალი ლუდი. 400 გრამიანი. ნუ 11-იც ვთქვათ, მაგრამ ხალხია მოსული საღამოსთვის ადგილს არჩევენ. დაჟე ისა მესაკუთრემ გითხრა რომ სახში უნდა უყურო. მე რა მაინტერესებს იცი? არ ვიცი. ვინ სად უყურებს სოფლიო ჩემპიონატს? ხო, რა სამო. მე მაგალითად რო გითხრა კარგია რომ ბევრი მატჩის ყურება გვიწევს უფრო, მაგრამ რო გითხრა რომ გადავირია, მიჩემნია რომ იყოს ის შემცე 24 გუნდი თუ რამდენიც არის. აი, უფრო მაგალითად თამაშები ვიდრე ამ. ჩემი აზრით არა რაც მე იმას მეუხრობ, რაც მეტი ნაკრები იქნება, მით კარგია, მით ბევრი გუნდს მეცემა შეშუალო მატჩებს იქნება, როდესმე ჩვენს მოიგისოს. მაგრამ სხვა შორის წელს მინდა ვთქვა, რომ ეს დებიუტანტმა გუნდებმაც საკაიფოდ კაბო ვერდე, რა ვიცი, ეგვიპტე
ნახევარფინალი და მერვედფინალი და რაღაცა ისე მიემასქნა. პროცენტულად რო შევაფასო ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემი აზრით 100%-იდან იყო, რავი, 60%-ის მსოფლიო ჩემპიონატი. ჯერ ერთი რო დროებში ვერ ვეწყობოდა. ხო, ეს უნდა ვთქვათ, რომ ამერიკა საფეხბურთო ქვეყანა არა. ისევე ევროპა, აზია სადღაც ჩაატარე რა, იმიტომ ძალიან რთულია, მაგალითად, ძალიან რთულია ღამის 5 საათზე ადგე ახლა და თან მიწებოდა საშუალო 11-ზე, ღამის 1-ზე, მერე ღამის 5-ზე, ღამის 2-ზე, კაროჩე რა. თან ახე რაღაცა ბანძი თამაში რო არის, ახლა მაგალითად ევროპაში რო ტარდებოდეს, მაგას უყურებ. და იქ ახლა ამერიკის დროზე ნახდა თამაინტერესებს რა. მოიხსნა. ჩავიყავით, ხო, მოკლედ ტექნიკური ხარვეზი მქონდა პატარა და პირდაპირ საჭმელებით აგიბრუნდით. შენი კაია. ფეხბურთის ფერები სადაშორის არგენტინა უგებს 3-2 ესპანეთს. აი, მოდი რა ჩვენ სპეციფიკაზე გადავსაიდან დავიწყოთ. კარტოფილი დავიწყოთ. ეს გვერდზე გადავდოთ და მე ფასოშას გეტყვით. შენი კაია. მაიტა გადმოყარა. არ მოყვა. მოიცა. ძალიან ისე გამომდის ახლა. რა ვქნა რა. ეს არ მახსოვს, არ მიჭამია ეგეთი ისა. არც მე ნიოში ამოვლებული რო იყოს. აუ, მას ძალიან უხდებას. ამას არ კაიცივი გისინო. просто საჭესთან ვარ და ამიტომ სარბენი ვარ სოფლიო ჩემპიონატი. თვითონ მეპირონება მესი რო გეიტანს გოლს. მესი არა. მესმა რო გეიტანს გოლს. გამოიწერეთ რა. ჩვენი ახლა რო ნახე. თქვენ გამო რეებს ჩავდივართ შემია. ეს სასწრაფო თუ ეჭვს. ერთად ხო შეიძლება ჩა. აუ რო დავჩევა მე ეს რო წავიღოთ რა თუ შეიძლება. მადლობა. ხოდა. მოგონი ჩვენ ხშირად უნდა ვიაროთ. ჩვენს გამომწერებს გამომარჯოს და აწევინს გამოგვიწერს კიდე. ბატონო. თუ გინდათ რომ თქვენს გაგიმარჯოთ გამოგვიწერეთ. ბატონო. რესტორნებს აკლიათ, კრეატივი აკლიათ. ეხა ამის გაკეთება სხვა არაფერი არ უნდა მითხარ. მაგრამ ძალიან გემრიელია და გააკეთეთ რა. როდესაც კრეატივი და სხვა ეს მენიუ. კი ვთქვი წეხან, მაგარი კრეატიული დაწერილია რა. ის მითხარით. ბებოს რაღაცა რა არის კომენტარში დაწერეთ და მე ჩვენ დაგიწერთ სწორია თუ არა. ბიჭო, ეხა შეხვედი რესტორანში რა. და გინდა რაღაც შეჭამა. რა შეჭამა ხა მითხარ. ვიცი რა შეჭამა, მე ამას შეჭამა ხო ვიცი, მე ნახე. რა შეჭამა, წვაც, ქაბაბს, რაღაცა იგეც ხო? აუ, ნახე ბიჭო. კარტოფილს დააყარე, ნიორ დააყარე, წვალი იდეალური საჭმე. კაია. მე გამასინჯება. მოიცა ლუგა. გაღებირი, აიცა. აუ, რა მაგარია. მოდი აჩიკო, მოდი. სუპერ. მე ახლა და მიგвар დღეს. მოიცა, აბა. მე ლუკა შენ ლაპარაკე, მე მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს. აუ, რა კაი რაღაცაა. ეხა ეს პირდაპირ კონკურენტი ხო არის CFC-ს. მე KFC აპილუსია, იცი? KFC არა, CFC. მაიცა კაც CFC არის. KFC აპილუსია, იცი? ამას უჭამ ბუმბულის მოყვება. ხო, აი ეს გაბუტულია. არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად არის მომზადებული. მეგობრებო, არ მინდა მიკერძებულად ჩამეთვალოთ, თქვენთან მოდით და თქვენთან გასინჯეთ. მართლა იდეალური იყო. არ ვიცი ჩვენ რადგან ვიღებთ, მაგიტომ მოვიდა ესეთი თუ ხოიც ზოგჯერმა ხოიც ვიდეოებში რა. ის რა მაინტერესებს. ვინ თუ მოხვალთ და რასაც დღეს ჩვენ გავსინჯავთ, იმას თუ გასინჯავთ, კომენტარებში დაგვიწერეთ რანაირი იქნება. მისამართს მაინც ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში არის შარტავას 5. ხო? ხო. ხო, რა მოვიდა ის. მე მაქვს ესეთი იდეა რა, გავაკეთოთ ლიდერბორდი. მიდი შენ გააკეთე. შენ გააკეთე ლიდერბორდი. არ მოცდე იგი, არ მოცდე. აუ, ჩემი. ლიდერბორდს გავაკეთებთ. აი მაგალითად რომელიმე ობიექტი რაც მოგვეწონება, შევიყვანთ ლიდერბორდში. პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე, მე-10 ადგილზე რავი. 1-15 ალბათ 1-15 ობიექტის შეყვანა შეიძლება. ამერ იმ 15-დან ასევე შეიძლება რომ რაღაცა ამოვარდეს და სხვა ობიექტი ჩააცვლეს. ეგეთი იდეა თუ მოგწონთ კომენტარებში დაგვიწერეთ და მაგას გავაკეთებთ აუცილებლად. სხვა შორის რაც ვიდეოების დადება დავიწყეთ, მაგ დღის მერე მინდა ლიდერბორდის შემოტანა და ასევე სტიკერის
რომელამდეც ვერ მივედით კი ვერასდროს. ბატონო. აუქნა. დღეს გზაში მომდიოდით, მეთქი ლუკას შევტყვი რომ მაქსიმალურად კრიტიკულად იყავი მეთქი, განწყობილი თქო, მაგრამ საკრიტიკო არაფერი არა ჯეჯერო. მოკლედ ამასთან აფერ შეხებაში არა, მაგრამ გუში მყავით ყაზბეგში. რესტორანში მივედით მოკლედ. შევედით, დავჯექით ვინა ხინკალი, ხო ყაზბეგში ახლა ისთვის ახვალ ბიბიაში. ვაყოლ ჭამო ხინკალი. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ჩემი აზრით, მაინც ვიტყვი რომ მე ვინმე რა გამოხდეს და არ დაიწყოს მანდ რა უნდა. მივედით, დავჯექით და ტიპი გეუბნება. ან ნახე რა, ყაზბეგში რო ხარ, ფასანაურში ხარ ჩამოხარ, ხილე საჭმელად. გინდა რომ ჭამო ყაზბეგში. ოპა. მოდი. თემატურია. ამაზე იყო საუბარი ზუსტად. ხო, მივედით და დავჯექით რა და გვეუბნება რომ თუ ხინკალი გინდათო, პირდაპირ გეუბნით რომ ხინკალი ჯერ არ იქნებაო რა. საღო ძმაო მეთქი რა და გამოვედი რა. ლუკამ თან კითხა რომ საერთოდ შეიძლებაო ჭამოთ მაშინ კალი და არ იქნებაო რა, ვაფშე არ აგვაქვს, არ ვაკეთებთ რა. ანუ ხილას არ ვაკეთებთ რა, ვაფშე არ ვაკეთებთ ხილას. გაგვიშვა ერთ ადგილას, რომელიც იყო რაღაცა, ის იყო სახელი არ მახსოვს, მაგრამ რო იყო, თავზე ქონდა რესტორანი. ხო, მეორე სართულზე. მივედით და ეხლა მაგას ვნახავთ, ზეპირად არ მახსოვს. და აქ ამონაცდება იმ სასტუმროს სახელი რა. აია. ვაიმე. ვიყავით რამდენი 5 ხო? 5 ხო. 5 ვიყავით, დავჯექით, არაფერი არ გვიჭამია, 230 ლარი დავტოვეთ და გამოგვიშვეს გარეთ. რა ჭამე როგორი იყო? დიდად გადამრიგე ვერ არა. ხინკალს არა უშავდა რა. ხინკალს არ აუშავდა და კიტე მომდრის სალათი იყო ნორმალური. ვალი. შივრები დავრჩით რა. ბანკიდან მე გამიგეტანა ვალი. ხო. და წარმოიდგინე ხა იქ ერთი 10 კაცი რომ მიხვალ, დასვენოთ ვთქვათ მეგობრებო წასული 10 კაცი რა. 10 ადამიანი, სამეგობრო წახვედით ყაზბეგში, რავი 1 2 3 დღე. სადმე ხო უნდა ჭამო ხა იქ კოტეჯში ხო არ გააკეთებ 10 ადამიანის საჭმელს რა. ყაზბეგში. ამხელა ყაზბეგში. ინდური რესტორნებია ჩათვალე ბაზრის ალბათ 40%. ეტი. ინდური და ისა, აქვია ჰალალები რა რაღაცა. სიცხვილია, მაგრამ უდაურშიც ასევე. გინა შევეჯიბროთ? რაში? ხილის ჩამაში. დავამთავრე მაშინ ესთან. კაი, შემდეგ. რა მომწონს ეთქო. ყველაფერი იმდენად. მე ის არ მომწონს სუც რომ ვფერა. ო. მე ვიღაცას ეგონება რომ თქვენ ახლა აი მოსკიდული არა, ძმაო არა. ნახე. სადაც კარგია ყოველთვის ჯახტო კარგია, სადაც ვიღაც იმას რადგან აქავად და ხალხი უყურებს ეს არ მას არ ნიშნავს რომ უბრალოდ რავი, მართლა მოდით, მართლა ნახეთ, მართლა გასინჯეთ. და თუ რამე შენიშნო გექნება, შენიშნოსაც მივიღებთ რა. მოკლედ ჩემი აზრით, რაც ახლა გავსინჯე. მე ჩემს სიტყვაზე პასუხის გებელი ვარ თავიდან ბოლომდე. ერთადერთი ესეც კარგი იყო, უბრალოდ მე ოდნავ მარილი უნდა დაკავდეს მიყვარს. მარილი ოდნავ დაკავდეს. ხაჭაპურს ზედმეტ მარილი რო აქვს? არა, ზედმეტი არა. ანუ ოდნავ როა. ხო, ამას ერთ არა. ასე იგი. ხო, ან ჭინტი ყველთა, კაი, ცუდა რა. ხო, ოღონ ხო ეს ჩემი გემოვნები. დავე ჯიბროთ. ესე ვქნათ რა, აუ შენ კაცი დაუ. რა, შენ ცივია, გვერდენა. მოდი ესე ვქნათ რა. ხო. მე ვქნები არგენტინა შეიქნება ესპანეთი. არა ძმაო, პირიქით იყოს. კაი იყოს პირიქით. მე თუ მოგასწრებ ჭამას, იგებს ესპანეთი, შენ თუ მომასწრებ იგებს არგენტინა. ბაზარი არა. მოიცა, დადე. ხელში. არა, დადე. 2 3 არგენტინა მოსპო ესპანეთი. ერთი цаг გადმოიღე და პროსტა ნახე რამდენი წვენია. ვით გასცენდა და აქ. წვენი საბადოა. აქვე რა უნდა შევახსენოთ? აქ გამოიწერეთ, გალაიქეთ. 7777 გამომწერზე მიყვავს გამომწერი ამაზე ნაკლებზე ამაზე მე ადგილას უწავყავთ თორემ ნაკლებზე არა. იმიტომ მართლა ტოპ ადგილია, ძალიან ისე გამომდის კიდე ვიტყვი რა, ძალიან მიკერძებულად, მაგრამ რავი, პირველად ვარ მე ახლა რუსთავში ერთადერთი სადაც ვარ ნამყოფი, 2 თუ 3 ჯერა ვარ მანქანების ბაზრობაზე ნამყოფი. მე ვაფშე ქალაქში არ ვარ ნამყოფი. იმის იგი დაჩემოსულა რა. და მეტი შეფასება რა მივცე თბილისიდან რუსთავში ჩამოვიდოდი და მივუთმევთ. გარემო ინტერიერი რაღაცა რომ მოხდა თქვენ შეაფასეთ, რა ვიცი რაღაცა სიმწვანე რაღაცა ისეს შუადღეს. ცოტა ცხელა. კი. ეგეც უნდა ვთქვათ, კაიც უნდა ვთქვათ, შუადღეს შუადღეს სიცხე არის და ეხლა მეტყობა და სახეზე რომ ცხელა. დღეს განსაკუთრებით ისედაც ცხელა. ასევე აქვს ეს არის ტერასა და ქვედა დასაჯდომიც აქვს.
გადახურული ჩაოლებრივ. უბრალოდ ახლა რადგან საფხულია და რაღაც ტერასავარზე ვარჩია თამაშვა. უჩ. მოჩარგად, ხო, მეტი აღარ მოარახე. კი? ცოდო, ამდენ რაღაცის გაფუჭება. ვინმე რო ყავს სტუმარი რა. სადმე ხო გინდა წაიყვანო ისეთ ადგილზე, სადაც არ შევწყვები. არ შეცვლება და მაგას ზუსტად ვიდეოს ფოტოში ვიტყვი და სადაც არ გატყავდები და არ მოგიწევს სახლის გაყიდვა და პროცენტის დამატება კიდე ბანკის სევიდან რომ თანხა დაიხადო რა. მადლობა. ეს მინდა. ნარავი ძმაო ვისთავადებს ესეთი ადგილი მეც მინდა გამიხსენით ქუთაისში. რუსთავს ცოდნია სტუმრის პატივისცემა. წვას ჭამ. აი მე შემოგიერთდები. ჭამაშკაც დაღლი იყოს რა პირველად ნახე აღარ შემიძლიაში. ცუდად ვარ. და თან კარგად. ამას კარგად აქვს მაგრამ. აქ ერთი პიროვნება გვაკლია ახლა. აქაურობას დედას ბატონი ბომბო. ბატონი ბომბო არ არის ჩვენთან ერთად. იმენა, რასაც ქვია თემურლენგის შემოსევი მონაგრონი იქნება. ბიჭო, სხვათა შორის აღარ იწერებიან ბომბოზე მოიყვანეთ ვიდეოში. მოიცვითა ბომბო რა ეტყობა. ანდა თქვენ გამოწონას ინარჩუნებს და არ იკლებს ოცხალთავთ ხალხს ესეთი მოწონვარო რა. მოკლედ, ამ წვადზე ერთი ორ სიტყვას მეც ვიტყობ. კიდე უნდა ვჭამ. კარგია, მე მომწონს ეგეთი ცოტა მობრაწული ნაჭრები. ზომიერათა სისველეც ოდნავ თულად იჭრება. მაგრამ რეგეთ კარგად იღეკება. ქონიც არის? კი. ხორციც არის. ქონი ხორცი. აი, როგორც სტანდარტია. სხვათა შორის კახელებს არ ეწყინოთ, მაგრამ კახეთში ვიყავი ისევ სამსახურიდან. აი, გავაჩერეთ ერთ ადგილას, არ ვიცი ახლა გადმოსახედია რაღაცა მთელი კახეთის ძველი ჩანს. სად ვიყავი, ეგეც არ მახსოვს რა, კაიხნის. მაგრამ რო რამე იყოს იცნობ ადგილს. კი. წვადი ჭამეთ. აი, წვადი კახეთში არ გიჭამია, თქვი პირდაპირ. ხო, ნუ ახ შეუწყობს რა ვსავაყენებ. მასე რო ჩამოხვიდეთ ქუთაისში, წყალტუბოში, რა ვიცი, შეიძლება კაი მეული ხაჭაპური იქ ვეჭამოთ. რაღაცა, მაგრამ მე იმ ადგილას მოხვდი, რომ ნორმალური იყო რა, კარგი არ იყო. იმას გაცილებით მიჩვენია ეს. მე არ მოვითხოვ რომ რაღაცა ის იყოს. ხო არის მიკერძოებით მაგალითად იმერული ხაჭაპური იმერეთში, მწვადიო კახეთშიო. ნუ გამთავისუფლების კუთხეების დამახასიათებელი კერძები რა. ელარჯი სამეგრელოში მაგალითად. აუ ელარჯი, ის რა ვჭამეთ, ჩემ ბორჯომში რა ვჭამეთ რაღაცა ელარჯი გზაზე, ახალდაბაში თუ ახალციხეში. აუ რა საშინელება იყოს. ელარჯი კი არა, ღომი და ხარჩო, აი მე რა საშინელება იყოს. აი, ეგეც საშინელებაც არ იყო. აუ როგორ არ იყო ვიდეო ის რაღაცა სუნელი ქონდა ძალიან ზედმეტი, იმენა ცუდად გავხდი, ახლა ისე. ანუ უკეთეს შეიძლებოდა, თორე საშინელება არ იყო. ასთან იმართება საშინელება. იმ ვიდეოში კიდე აინდამაჟ ერთვი კარგად და იმენა არ ვარგოთ. აი, უნდა ჩაარტყა თავში რა. რა იყო იცი? ჯერ ბრინჯის ღომის დედავადი. მაგას შემიძლია დაგიტანო. ერთადერთი კაი რაც ქონდა ხორცი იყო იმ ხარჩოში, კარგად ვილი, კარგი მომზადები. მოიტაიქა, მოიტაისა. ანდა ის კაფუჭერა სახა ლუკა. ბიჭო, კი, მაგრამ ნახე. ანუ ჩვენ ახლა ამდენ რაღაცას ვერ შევჭამთ. იასნია უნდა დავტოვოთ. ვიღაცა შია და ჩვენ აქ ასვაგეთ. რა სიტყვა? ნახე. წვენი არ აქვს თუ ვერ ვიტყვი, წვენი აქვს. მაგრამ მაგალის გემოთ მოა. აი აქ, რაც დევს ახლა. ყველაფერს იცი როგორ გემოაქვს. სახში რო გააკეთებ გულიანად და გულს და სულს ჩადებ რაღაცის მომზადებაში, აი ეგეთი გემო ყველაფერს აბსოლუტურად. მედიალურია. მაგრამ ჩემი აღმოჩენა, გონდელი აღმოჩენა იყო ეს რა. ბაზარი არა. აბა გუშინელი ხაჭაპური და ეს ხაჭაპური შეადარე ერთმანეთს. აი, ვეჯერა შევადარო შეიძლება შეგიერთთ. რაღაცები არის, რაც არ შეურაცხყოფა. მე თვითონ დააგემო. და მე ნენა ფასის ნაწილში გადავა. კარგი ბატონო.
ორი წვადი დავიწყოთ, ხო? აუ რა გაასხაშეხე. ორი წვადი დავიწყოთ, ხო? ხო, მით. აი აქ რაც დევს, ყველაფერი ჩამოთვალ. 13 ლარი გიდა. სულ გადასარევი აქვს. 13 ლარი, რა ვიცი. აქ მე მგონი ორი პორცია იყო, ხო? თუ ერთი პორცია იყო და 13 ლარი ამდენია. ერთი პორცია ძალიან ბევრია. შენ კალორიას 2 ლარი, ერთი ცალი, რაც ზომასთან და დღევანდელ ფასთან შედარებით ადეკვატურია და იდეალურია. აი ეს უნდა ვნახო რა. ეს რა გიქს მეტად როგორ მაინტერესებს. ამის ხაშინავთები ღირდა 27 ლარი და არის, აი ამდენი ამაში კიდე ვერ აღიწევ, ძალიან ბევრია შეგნის, პროს აქ ამაში არ ჩანს, არა ხა ნახე. ნახე ამდენიაჩი. ძალიან ბევრია, ამ ფასთან შედარებით კარგია. კარტოფილი თუ დიეტის თავი მტერი აწერია კარტოფილის და აი ღირება თქვენია. 7 ლარი. ხო. ხაჭაპური ნახოთ. აქედან სამივე ძალიან მაგარი, არა ბავარიული არის. ოპი. გეგონება გერმანიაში ჭამს ასე. მეგრული ხაჭაპური. აუ, კაი მე. ესა მეგრული ხაჭაპური. ხო. თუ სამი ფუან რაღაცა ეგეთი არ აწერი. შეიძლება დიდგვაროვანთა. ეს იყოს ალბათ თავადური ხაჭაპური? აუ ჩვენ თავადები რო არ ვართ. მოკლედ, თავადური ხაჭაპური თუ არის ეს, სულ რაღაცა 24 ლარი გესტა. ნუ, არა ძვირი, ნამდვილად არ არის ძვირი. და კიდე რა გვაქვს? დაფა გვაქვს ქაბაბი და 13 ლარიო ქაბაბის. ეს ღირს 13 ლარი? თუ გინდა ორი. ანუ მე ახლა ჩვენ არ ვიცი ეს გასაკვირია ეს 4 ცალი იყო და 4 ცალი არის ეს პორცია. ან ორი პორცია, ხო, ან ორი პორცია, ან ერთი. მაინც 13 ლარი ოჩალ ქაბაბი, არ ვიცი. იმიტომ რომ თბილისში ერთი პორცია ქავავი ღირს ზოგადად 25 ლარი. ეს ღირს 50 ლარი. ო. სოსისებში ნუ სოსისები მგონია რომ იაფის არ არის. ნახე. სხვაგან სოსების და ბრვა იყო. უფრო ძვირია. უფრო ძვირია. ნატურალური წვენი 4 ლარი. და გუში ჩვენ წყალში გადავიხადეთ 6 ლარი. აზა? 6 ლარი იყო, თან. ой, ხო. საქართველოში წყალი კიდე 6 ლარი. არ ვიცი, ფასთან მიმართებაში მე რა ვთქვა, არ ვიცი. ამ ობიექტს დაუწერდი 10-დან 9.5-ს პლუსით. მე 9.4-ს. მე იმასაც, იმ ნახევარქულასაც, ნუ ჩემთვის დავიტოვებ და დავაკლებდი რა. რო თამაშა კიდე გაზარდემ და ნახე, ეს არის დიდი ხნის გახსნილი ეს ობიექტი. მაგის კითხვა მინდოდა ეხლა ზუსტად. ხიაბა. დიდი ხნის გახსნილები ხარ? დიდი ხანია რაც არსებობს? ხო. მით უმეტეს. მაშინ ამდე ხანია თუ ერთი ხო რა. ო, ერთი წელი ცოტა მოდი წელიწადზე მე წელიწადნახევარი ავიღოთ რა. ამდე ხანია რომ ფუნქციონირებს. ესეც ფასი შენარჩუნებული აქვს და ხარისხი. ესე რა თორია ხარისხი? ნუ მე ვფიქრობ, მობძანდით მეგობრებო. სუსტად არის. რუსთავი მოლის წინ. ორნავ ქვევით. გასაჩერებელი ადგილები ძბლომა და ქვევით ახლა რუსთავის არ შეგეშლებათ და თბილისიდან მოდიხართ მოკლედ. თბილისის პარკირებასთან მიმართებაში აქ იმენა სრული თავისუფლება. თავისუფლება გააჩერეთ, ტელევიზორები არის, ფეხბურთსაც უყურებთ, მოკლედ. თუ ვინმე ისეთი მეგობრები შეიკრიბეთ და გინდათ საღამო გაატაროთ ცოტა ესეთ ადგილას რა, ესეთი ლუდი და მსგავსი ხინკალი რაღაც ეგეთ მიირთვათ, აუცილებლად მოგზავნით, ბიუჯეტურიც არის. ბიუჯეტურია ჩემთვის მე მაგალითად აქ აფასები ეხლა ნახე, თბილისიდან ნატახტარში რო ჩახვიდე, იმაზე ახლოს არ არის აქ რომ მოხვიდე? კი. 4-5 მეგობარი რო შეიკრიბოთ, არ ვიცი ახლა რამდენი ლარი შექმნება. ეს თავისუფლად ეყოფა 5 ადამიანს, კაინჭამას 5 ადამიანს ეყოფა თავისუფლად რა. აი მე ლუკა, ბომბია და კიდე ერთ ჩემს მაგაცი არის, მაგალითად ზახით რა, ევრო მოვიყვანოთ 4 კაცი. ან სუფრას რაჟე მოგჩება. ჩემს კიდე მოგჩება. რაღაცები მოგჩება რა, ხო. ის მე რა ვარ მოსინავს. აუ ბომბისა და რახას. გამოიწევ ჩვენი არხი 20.000-ზე გვინდა რომ წავიდეთ აზიაში. მალე აგვიყვანეთ რა 20.000-ს ხო გამოიწევ. რა, ნუ ნახე ვიდეოს მაინც ხო უყურებ რა, იმიტომ ჩანს რომ არა გამომწერი ხარ და უყურებ.
ვარ აქ ეგეთი ფუნქცია YouTube Studios. მაგრამ უყურებ შენთვის არაფერი არ მის, просто დააჭირებ და შენთვის რა შეაპირებს, რაც მეტი გამომწერი ვიყო, მით მეტი ფინანსები იქნება, რაც მეტი ფინანსები იქნება, მით უკეთესი ვიდეოები იქნება. ნუ ეხლა შევიძინეთ კამერა, პირველი ვიდეო არის ახალი კამერით. შევიძინეთ კამერა შევჭერთ მა. ხო, შევიძინეთ. რაღა კამერის ფასი და რაღაც მის შეჭრის ფასი. თითქმის ბალანსი იყო ერთმანეთთან. ხო და გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, დღის სუნჩევასაც ლუკა გეტყვის. ახლა არ ვიცი ვინა იმის გამარჯვებული, მაგრამ თუ არგენტინას ვილოცავ და მესი დაამტკიცა და ყველა ჩემპიონია ბატონმა მესმა. ფეხბურთი ისე დახურული აქვს და მეორეჯერ დახურა. თუ ესპანეთმა გაიმარჯვა, ესპანეთსაც მიულოცოთ. კაი ბიჭები არიან, ნახევარი ბარსელონამ თამაშობს. ამ კვირის ბრძნული რჩევა რა იყოს? თქვენ თქვით. გუშინ არ ვამბობდი რაღაცას. ხო, რაღაცა თუ ზუნჩევა არ ვიცი, მაგრამ ესეთ რაღაცას ვიტყოდი რა, სხვა ძლევს. всё, მოფიქრებია. სხვა ძლევს რჩევას. ხო. მაგრამ მე თუნდაც თუ რამის გაკეთება გინდა თან თუ რამე ნაბიჯი გადმაგინდა, უბრალოდ გადადგით რა. გააკეთე, არ იფიქრო შედეგს. ეგ იქნება ჩემი რჩევა. ოღონ ეს პირველ რიგში ჩემ თავს მიმეცი ეგ რა. ამ კვირის ბრძნული რჩევა ჩემგან იქნება ესეთი რა. თუ ვინც კაი ჭამა და დროის გატარება გინდათ, მოდით აქ. ეგრევე პირდაპირ აქ. ახვამდე შემდეგ შეხვედრა.